დღეს მოვედით ბათუმის სტუდენტების გამოფენაზე. მოდით ერთად დავათვალიეროთ მათი ნამუშევრები. პირველ რიგში გვითხარი შენი სახელი და ძალიან ლამაზ ნახატებს ხედავ ჩემს უკან და მოგვიყევი შენ ნამუშევრებზე. მადლობა, მე ვარ დალილა, ვსწავლობ არქიტექტურაზე. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური გამოფენა. უმეტესად ვხატავ პეიზაჟებს. მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნახატი არის ბალერინა, რადგან მოცეკვავე ვარ და არის კავშირი ბალეტსა და ცეკვას შორის. და უმეტესად მიყვარს ბუნების ხატვა და შეამჩნევთ კიდევ ჩემს ნახატებში ბუნების ნახატებია. სტუდენტების მოტივირების ეძებდი ხერხს. როგორ დავაინტერესო, რომ უფრო კარგად ისწავლონ და ჩაეძიონ. და აქ წარმოდგენილი ნახატები რაც არის, სოფლიო ცნობილი ბიზნესმენები არიან, რომლებმაც ნულიდან დაიწყნენ, თავისი ფინანსები არ ჰქონდათ და რო დაინახავთ, ახლა რო შეხედოთ, ციტატებიდან დატანილია სამოტივაციო ციტატები. ნახატი ჩემთვის იყო მეორედ ხარისხოვანი, უბრალოდ მაყურებელმა მივიდეს ნახატთან და მე დაინახოს ის ციტატა და რაღაც თავისი ინსპირაცია წამოიღოს და мотивация. აი შინაარსი ეგ არის. გამოვხატავ ჩემს თავს ნახატებით. ძირითადად მიყვარს პორტრეტების ხატვა, იმიტომ რომ აი ადამიანის ნაწილები ყველაზე საინტერესოა ჩემთვის. აი ყველას ვაკვირდები საერთოდ. ვიცოდი რომ ცოტა შემეძლო ხატვა, მაგრამ ეს ჩემი პირველი ნახატი ახლა რაც გამოვიტანე. ძალიან შემეყვარდა ხატვა. და მგონია რომ ჩემი ინსპირაცია წამოვიდა იქიდან რომ საქართველოს ძალიან მიყვარს და მგონია რომ ქართული ეს ხაზები, ფორმები, თუნდაც ფერები ჩემთვის ძალიან ახლო არის და პირველი ინსპირაცია ეგ არის რომ მინდა რომ აი ქართული ვაჩვენო ხალხს და თედავ ხატავ აბსტრაქტს და ძალიან მიყვარს როცა ხალხი თავისით პოულობს რაღაცებს, რაც დამალულია შეგნით ყოველს თავისი წარმოსახვა აქვს. ბავშვობიდან ვხატავ და ყოველთვის იყო ხატვა ჩემთვის ემოციების გადმოცემის და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. ზოგადად უპირატესობას ვანიჭებ ჩემს ნახატებში ემოციის გადმოცემას. ანუ ტექნიკას და რაღაცას ვაფასებ, მაგრამ უმეტესად ვცდილობ რომ ორიენტირებული ვიყო, რომ ემოცია დაინახოს ადამიანმა. გავხსენით სივრცე, აკადემიური სივრცე იმ ახალგაზრდებს, ვინც არ არის, ვთქვათ, პროფესიონალი და რომელიც არის უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგრამ მათი ჰობი არის ხატვა და ისე კარგად ხატავენ, რომ გონია, რომ ბევრს პროფესიონალსაც აჯობებენ თუ რამე. ფიქრობ, რომ კიდე იქნება, კიდე უფრო მეტი, იმიტომ რომ ჩვენი მოწოდება არის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ბევრი შესაძლებლობები. შეიძლება რომ უფრო მეტი ადამიანი ნახოს. ახლა მე ვერ ვნახავდი, ეს ხონი ძება რო არა.